თავი მე-13. ამ დროს მოვიდნენ ზოგიერთები და უამბეს მას გალილეველთა შესახებ, რომელთა სისხლი პილატემ შეურია მათ მსხვერპლებს. იესომ მიუგო და უთხრა მათ: თქვენ გონიათ, ვითომ ეს გალილეველები ყველა სხვა გალილეველზე უფრო ცოდვილები იყვნენ, რომ ასე დაიტანჯნენ? არა, გეუბნებით, თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით. ან რა გგონიათ, ის 18 კაცი, რომელთაც სილუამის კოშკი დაეცა და ამოწყვიტა, უფრო დამნაშავენი იყვნენ, ვიდრე ყველა ის ადამიანები, რომლებიც იერუსალიმში მკვიდრობენ? არა, გეუბნებით, თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით. უთხრა ეს იგავი. ერთ კაცს თავის ვენახში ლეღვი ედგა. მივიდა, რომ მასზე ნაყოფი მოეძებნა და ვერ იპოვა. უთხრა მე ვენახეს: აჰა, 3 წელია მოვდივარ ამ ლეღვის ნაყოფის საძებნელად და ვერ პოულობ. მოსჭერი იგი რად უნდა ფიტავდეს მიწას? მან კი მიუგო პასუხად: ბატონო, დატოვე ამ წელიწადსაც, ვიდრე ძირ შემოვუთოხნიდე და ნაკელს მოვაყრიდე, იქნებ მოისხას ნაყოფი, თუ არა და მოსჭრი მას. ერთხელ ასწავლიდა იგი ერთ სინაგოგაში შაბათს. იქ იყო დედაკაცი, რომელიც 18 წელიწადს შეპყრობილი იყო სნეულების სულით. დაკრუნჩხული იყო და წელში ვერ იმართებოდა. დაინახა იგი იესომ, მოიხმო და უთხრა: დედაკაცო, თავისუფალი ხარ შენი სნეულებისაგან. დაასხა ორივე ხელი და მაშინვე გაიმართა იგი და ადიდებდა ღმერთს. ხოლო სინაგოგის უფროსი განრისხდა, შაბათს რომ განკურნა იესომ და უთხრა ხალხს: 6 დღეა, როცა შეიძლება რაიმეს კეთება. ამ დღეებში მოდით და განიკურნეთ, ოღონდ შაბათს არა. უფალმა კი პასუხად უთხრა: თვალთ მაგცო, განა ყოველი თქვენგანი არ უშვებს შაბათობით ბაგიდან თავის ხარს, ან ვირს და არ მიხავს წყლის დასალევად, ხოლო ეს აბრაამის ასულია, რომელიც უკვე 18 წელიწადია შეკრული ჰყავდა სატანას. განა შაბათ დღეს არ უნდა გამოხსნილიყო ამ ხუნდებისაგან. როცა ამას ლაპარაკობდა, მის ყველა მოწინააღმდეგეს რცხვენოდა, ხოლო მთელი ხალხი ხარობდა მისი დიდებული საქმეების გამო, რასაც ჩადიოდა. მან თქვა: რა შეკავს ღვთისმსასუფეველი და რას ვამსგავსო იგი? იგი შეკავს მდოგვის მარცვალს, რომელიც აიღო კაცმა და დათესა თავის ბაღში. გაიზარდა იგი და იქცა ხედ და მის ტოტებში ცის ფრინველებმა დაიბუდეს. კიდევ თქვა: რას ვამსგავსო ღვთისმსასუფეველი? იგი წააგავს საფუარს, რომელიც დედაკაცმა აიღო და ჩაფლა 3 საწყაო ფქვილში, ვიდრე მთლიანად გაფუვდებოდა. დადიოდა ქალაქებსა და სოფლებში, ასწავლიდა და თან იერუსალიმის გზას დადგა. ვიღაცამ უთხრა მას: უფალო, ნუ თუ ცოტანი გადარჩებიან? მან კი უთხრა მათ: იღვაწეთ, რათა შეხვიდეთ ვიწრო კარიდან, რადგან გეუბნებით, მრავალი ეცდება შესვლას და ვერ შეძლებს. როდესაც სახლის პატრონი წამოდგება და დაკეტავს კარს, მაშინ თქვენ გარეთ მდგომნი დაიწყებთ კარზე გაკუნს და ეტყვით: ბატონო, ბატონო, გაგვიღე. მაგრამ ის პასუხად გეტყვით: არ გიცნობთ, სადაურები ხართ. მაშინ დაუწყებთ ლაპარაკს: შენს წინაშე ვჭამდით და ვსვამდით და ჩვენს ქუჩებში ასწავლიდი. მაგრამ ის გეტყვით: გეუბნებით, არ გიცნობთ, სადაურები ხართ. გამშორდით ყველანი, უსამართლობის მოქმედნო. და იქნება ტირილი და კბილთა ხრჭენა. როცა იხილავთ აბრაამს და ისააკს და იაკობს და ყველა წინასწარმეტყველს ღვთისმსასუფეველში, თქვენ თავს კი გარეთ განდევნილებს. მოვლენ აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან და ინახად დასხდებიან ღვთისმსასუფეველში. და აჰა, არიან უკანასკნელნი, რომელნიც პირველნი იქნებიან, და არიან პირველნი, რომელნიც უკანასკნელნი იქნებიან. ამ დროს მოვიდა ზოგი ფარისეველთაგანი და უთხრა: წადი, გაეცალე აქაურობას, რადგან ჰეროდეს შენი მოკლა უნდა. მან უთხრა მათ: წადით და უთხარით იმ მელას: აჰა, ვდევნი ეშმაკებს და ვკურნავ დღესა და ხვალ, მესამე დღეს კი დავასრულებ. მაგრამ მე უნდა ვიარო დღეს, ხვალ და ზეგ, ვინაიდან არ იქნება, რომ წინასწარმეტყველი იერუსალიმის გარეთ დაიღუპოს. იერუსალიმო, იერუსალიმო, დამხოცველო წინასწარმეტყველთა და ჩამქოლავო შენთან მოვლინებულთა. რამდენჯერ მინდოდა შენი შვილების შეკრება, როგორც ფრინველი კრებს ფრთებქვეშ თავის ბარტყებს, მაგრამ თქვენ არ ისურვეთ. აჰა, სახლი ოხრად გრჩებათ, გეუბნებით, ვეღარ მეხილავთ ამიერიდან, ვიდრე არ იტყვით, გურთხეულია უფლის სახელით მომავალი.